ხიდია. სასეველო ხიდი და ჩამოსაჯდომი. აკეთ. ამოდი. ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩატარებული, წელს ველოდებით 40,000-მდე სტუმარს გემფესტზე. ინფრასტრუქტურა ფაქტიურად მზად არის, რა თქმა უნდა, ეს ადგილი თანდათან განვითარდება და თანდათან მეტ სტუმარს მოიზიდავს უფრო და უფრო და ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი გახდება მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი მთლიანად ამ რეგიონის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ყოველ ზაფხულს იგეგმება, რომ გაიზარდოს ფესტივალის ხანგრძლივობა და ეს არა მხოლოდ ფესტივალი იყოს, არამედ იყოს ადგილი, სადაც შეიძლება ახალგაზრდებმა კარგი დრო გაატარონ. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ ჩამოვიდნენ, ნახონ, აქ არის უმაღლესი ხარისხის, ყველაზე მაგარი აპარატურა დაყენებული. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო გიორგი სიგუას, რომელიც 24 საათის განმავლობაში, თვეების განმავლობაში მუშაობს აქ და მის გუნდს, ასევე მოხალისეებს, ვინც აქ არიან ჩამოსული, ქართველებს, უცხოელებს, უამრავი ხალხი მუშაობს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი თანდათან კრებს, ბრუნვებს და გაცილებით უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული. წელს არის გაასამაგებული, გაოთხმაგებული პრინციპში მოსალოდნელი სტუმრების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ეს არის მართლაც ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეკნება მეტი შემოსავალი და კიდევ ამბობ, რომ ეს კიდევ ყველაფერი არ არის, იმიტომ რომ მარტო ამ ფესტივალის გამო წელს რამდენიმე სასტუმრო აშენდა და კიდევ ბევრი იგეგმება აქ აშენება, როგორც მაღალი კლასის, ასევე საშუალო და ოჯახური კლასის სასტუმროების და ვფიქრობთ, რომ ეს არის ტენდენცია უკვე, რომელიც შეიქმნა აქ. მოუწოდებ ყველას, რომ ჩამოვიდნენ, 9-ში იხსნება ფესტივალი და ძალიან საინტერესო იქნება. იმ დიჯეების კლასი, რომლებიც წელს ჩამოვლენ, არის ძალიან მაღალი და სიმბოლური ასევე ის, რომ ჩვენ გვყავს ერთი დიჯეი, ცნობილი დიჯეი, სხვათა შორის ძალიან აფხაზეთიდან, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. ეს ადგილი უნდა გახდეს ქართველების და აფხაზების შერიგების ადგილი.